ანუ თვით შევარდნაძის მთავრობაც კი არ იყო ასეთი, არ ვიცი, აღვირახსნილი პოლიტიკურ ენას არ იყენებდნენ საერთაშორისო, აი რაღაცა შუაში სტობდა რა, ის ხელისუფლება ჩვენ გვახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის FSB მართავდა პოლიციას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პრორუსული ხელისუფლება იყო, მაინც ნატოზე მაინც საუბრობდა და მეტნაკლებად რაღაცა შევარდნაძის დიპლომატია ითვალისწინებდა იმას, რომ შუაში ევლოთ, ხო, და ბოლო პერიოდში ხო საერთოდ. როდესაც ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსების გაიზარდნენ, წამოეზარდნენ და მე საერთოდ სხვა ბალანსი შედგა მაშინდელ ხელისუფლებას შევარდნაძის გულისხმობ. ანუ ეს არის ხელისუფლება, რომელთანაც ვერ იმხელმძღვანელებ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ვერცერთი მაგალითით, აი მაშინ როგორ ხდებოდა, იმიტომ რომ ასე არ მოქცეულა არც ერთი ხელისუფალი, რომელსაც არ ადარდებს, რომელმაც deep state-ის რაღაც ეს ზღაპარი შექმნა საკუთარი გაუნათლებელი ამ მრჩევლისთვის, ოღონდ მე გულისხმობ იმას, რომ ქართული